ქართული ეროვნული კულტურის, ყოფიერებისა და ისტორიის კრიტიკულად გააზრების პრინციპებს ილია ჭავჭავაძე ამკვიდრებს. იგი ამოცანად სახავს გაცნობიერებას იმისა, თუ რანი ვიყავით, რანი ვარ და რანი უნდა ვიყოთ. ეს უმნიშვნელოვანესია ეროვნული იდენტობისა და ზნეობრიობის შენარჩუნების თვალსაზრისით, რადგან თუ არ გააცნობიერი როგორი იყო ქართველი, მაშინ ვისთან უნდა გააიგივო თავი. იდენტობა ხომ იგივეობას გულისხმობს. თუ არ გაასჯი შენს ავსს და კარგს, მაშინ როგორ მიხვდები, რა უნდა შეცვალო, ან რა უნდა გქონდეს ნიმუშად. ილიას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპროგრამო ნაწარმოები არის აჩრთილი. მასში წარმოდგენილია ილიას განსჯა საქართველოს წარსულზე, აწყოსზე და მომავალზე. მინდა ვისაუბრო პოემაში ასახულ პრობლემათა აქტუალურობაზე. პირველი ეს არის უიმედო დამოკიდებულება მომავლის მიმართ. ოდესღაც საქართველო იყო დიადი და თავისუფალი. ქართველს დაკარგვია მომავლის რწმენა და სამშობლო დაუგდიაო, ვით ტაძარი გაუქმებული. დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ხოლო ვართ კი მორალურად სულიერად თავისუფლები, სადამ ქართველი არ განაგდებს ნიჰილიზმს, უიმედობას, არ ირწმუნებს ქვეყნის აღორძინებას, სადამ მას ეჭვი ღრნის, მანამდე ვერ აღორძინდება ქვეყანა, წერს ილია და ეს დღესაც აქტუალურია. მეორე ის არის, რომ აღარ გვყავს ქვეყნის მცხოვრები პირები, ჭეშმარიტი გმირები. გმირის დამბადი დიდი საგანი თქვენში სპობილა დაწარწყმედილაო, წერს ილია. ხანდახან კი გაქრთება ნაპერწკალი, აღიძვრებიან სამშობლოსთვის ერთი საქმით შეკრული ადამიანები, მაგრამ ერთმანეთს არ ენდობიან, თითქოს შურთ კიდევაც ერთმანეთის და თავად ამხობენ ამ იდეას, რისი აღდგენაც სურთ. მამული ღმერთის საჩუქარია წინაპართა რწმენით, ვინც მამულს ეწირებოდა, ის წმინდა იყო და რჩეული. ამგვარი ხვედრი ხვდა თავად ილიას წილად, რომელმაც სრულიად ახალგაზრდამ 21 წლისამ თითქოს იწინასწარმეტყველა ეს თავის ლექსში. დაეთუნდ მოკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე რომ ჩემი კვალი, ნახონ მათ ვინცა ჩემს უკანვლიან, თქვან აღასრულა მან თვისი ვალი. მესამე ეს არის სოციალური უთანასწორობა, შრომითი ექსპლუატაცია. შრომისა ახსნა ეგ არის ტვირთი ძლევამოსილი სამსაუკუნის, კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი ამ ახსნისათვის მედგრა და იბრძვის. აი ეს არის ილიას ოცნება. მაგალითისთვის გავიხსენოთ ილიას დროის შეუბრალებელი ბატონი, ნაწარმოებიდან რამდენიმე სურათი ან ეპიზოდი კაკო ყაჩაღის ცხოვრებიდან, ხოლო ჩვენს დროში მისი მსგავსია უსამართლო დამსაქმებელი. მეოთხე, თანამდებობისა და გავლენის უღირსად გამოყენებაა. მას მაგალითად მოყავს განცხრომაში მყოფი დიდკაცი, რომელიც არაფრად აგდებს საბრალო მოძმის გაჭირვებას, დიდვაჭარი, რომელიც ატყუებს თანამოქალაქეებს, მისთვის პრიორიტეტული მისი მოგებაა. ილია აკრიტიკებს სასულიერო პირებსაც, რომლებსაც ერის სულიერი აღზრდა ავალიათ, მაგრამ გულზე ხელები დაუკრეფიათ და ჭეშმარიტებას აღარ ქადაგებენ. მეხუთე ეს არის ხორციელი ყოფის ტრფიალი, წარმავლობით ცხოვრება. ამის ნიმუშად მას თბილისელთა ყოფა მოჰყავს. აქ ცხოვრებნი თითქოს ხარობენ, ფიქრობენ, მოქმედებენ, მაგრამ ყოველივე ყალბია, ფუჭი და ცარიელი. ყუს უგდებდი დიდსა თუ პატარას და მათ აზრში ასსა მე ვერ ვხედავდიო, წერს ილია, რადგან ყველაფერი წმინდა ფულზე გაუყიდიათო. შეუდაროთ ეს დღევანდელ ყოფას, რა მიიჩნევა ქართველებისთვის წარმატებად, რა შეხედავენ ბედნიერების არს. და ბოლოს, უპატივცემულობა ჩვენს სიწმინდეთა მიმართ. ცხეთაში ცხოვრების ხეს დაუვანია. ილია გულისხმობს ცხოველყოფილ ნათლის სვეტს, უფლის კვართზე აღმოცენებულს. მისი მფლობელობა განსაკუთრებული პასუხისგებლობაა, მაგრამ გვახსოვს კი ეს, ცხეთა ეს წმინდა ქალაქი სამი კიდნო დაბად ქცეულაო. პოემის ბოლოს ვხედავთ მისტიკურ სახეს აჩრთილისა, რომელიც შეავედრებს ამ ქვეყანას ღვთისმშობელს, ფარველს ჩვენი მიწაწყლისა. ცაზე გამოისახება ცისარტყელა, რომელიც მკითხველის სულში აჩენს უდიდეს იმედს გადარჩენისა.